მე არასად არ მეჩქარება საერთოდ. გამარჯობა. მე დავით ბეგიაშვილი ვარ. პროფესიონალი ბარმენ მიქსოლოგი, ბარისტა, ღვინის და ლუგის სომელიე. ამას მივიტან და მოვტრიალდები. ასე ვარ მწერალი, კონტენტ კრეატორი, ხატავ, ვუკრავ, ვარჯიშობ. სანდომი, საუკეთესო უგემრიელესი ძალიან მიყვარს. ჯერ უნდა კარგად ენერგიები აიღო. მე დაიწყო რა. ყველაფერს ვაკეთებ, რის ეკეთება შეიძლება. აფამინდა ოპიზა. ესეთ გამიხსენი ბარემ. აი მე ჩემი თავი გენაცვალოს რა სიძახი გოგო. როგორ გავტეხი და მეც აქ ვარ მასტერშეფის დიდ სამზარეულოში. მე ვამზადებ პასტას რა პირველ რიგში მინდა რომ რეჯიას პასტა უნდა მოვხარშო პირველი რომ ამის პასტის წვენი მჭირდება მე მოვამზადებ კლასიკურ იტალიურ კერძ კარბონარას და მასთან ერთად ჩემს საავტორო იტალიურ კოქტეილსაც მამა მია ანო ამ საღამოს ასაკეთებ გინდა გავისეირნოთ არასოდეს მაცა პორკე მე პროფესიონალი მზარეული არ ვარ მაგრამ მზარეული მე გულით ვარ კერძი მაშინ არის გემრიელი როცა ის გულით არის მომზადებული მე კი ყოველთვის გულით ვამზადებ ძლიერი მამაკაცები ასე აბტკელებენ ცობს ხედავ რა ძლიერი ვარ ანუ my god მიშველეთ არა მოიცავ აი მე რა სულელი ვარ მოვეფეროთ ცომს უნდა მოეფერო ცომი უნდა გიყვარდეს არ მეშინია საერთოდ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბარისტა ვარ ყავაზე ხატვაში. ყურადღებას მიფანტავდო წადი რა. აი მე რა ვარ ასეთი რომ ყურადღებას გიფანტავ ღმერთო ჩემო. არა მოიწვა მაგრამ მე ცუდი რომ გამომივიდეს ამ პარტნიორობაში ჩამეთვლება და იტყვიან რა ფელ ამბიცია ბექ ამბიცია იგი წამიდა. არის შეფ. როგორ თქვა? კი ძალიან მეშინია მეთქი. ეს ხო არა. დავიწყე პასტის დაჭრა, ყველა უნდა იყოს აბსოლუტურად თანაბარი. მე მოვჭი. სხვა ყველა მუშაობს. აი ძალიან მინდა რომ დავიმსახურო წინსაფარი რა. კოქტეილს იქ მოვამზადებ აუცილებლად. აქ რომ მოვამზადო შოუ აღარ იქნება, მაგრამ მე იქ ცეცხლების დათებას ვაპირებ. მე იქ ცეცხლებს დავანჯე. ო, მოსულა მაესტრო. გამარჯობა, გაქვს 5 წუთი, რომ გაგვეცნო. მოგვიღეთ თქვენი კერძის შესახებ. მე დავით ბეგიაშვილი ვარ, ბარმენ მიქსოლოგი. დღეს მოვედი იმისთვის, რომ დავამტკიცო ის რომ ყველაფერი შემიძლია. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ხალხისთვის, რომლებიც მიყურებენ. მე ასევე კონტენტ კრეატორიც გახლავართ. ოპა, მე მოგიმზადებთ კლასიკურ კარბონარას და მასთან ერთად ჩემს საავტორო კოქტეილს, რომელიც ასევე იტალიურ გემოებზეა დამზადებული. კაი, კარბონარას რითი ამზადებ? ჰამონით. რითი? ხამონი. რითი? ჰამონით. არა, მოიგონე. იმიტომ რომ შენ ხამონი არ გდებია. რა ვიცი, მე ხამონი სადაურია. არ ვიცი. ვერ მოგატყუეთ, მე ბარმენ მიქსოლოგი გახლავართ, მაგრამ შემიძლია გემრიელი საჭმელი მოვამზადო. ბეკონი ხო არ უნდა გეთქვა და ხამონი თქვენ. კი, ალბათ, ბეკონის სახეობაა, ვფიქრობ. იმიტომ რომ ხამონი ესპანურია, არანაირი და წინა ან უკანა ბარკლისგან კეთდება. ანუ ეს ბეკონის სახეობაა. აქ იმისთვის მოვედი კიდე რომ ვისწავლო. ამაში თქვენ მეხმარებით. არა, უკვე ვერ ისწავლე. ბეკონის სახეობა ხამონი არ არის. ბეკონია, ხამონია. ხამონი და პროშუტო შეგიძლია შეადარო. მაქსიმალურად ვცდილობდი რომ მომზადებული მოსულიყავი. ძალიან ბევრი ვივარჯიში, ასე რომ ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურე. იმიტომ რომ სამზარეულოს ვერ ამოწურავ. ფიზიკურად შეუძლებელია. მაგრამ რაც ამოვწურე ეს ბარია და ახლა განახებთ მაგას. ეს ჩემი საავტორო კოქტეილია. რა არის, რა ქვია? რომელსაც პრინციპესა ქვია, ანუ იტალიურად პრინცესა. 2 წუთი დაგჭა, 2. ვაიმე. და რატო გინდა რომ ბარიდან სამზარეულოში შეხვიდე? იცით რა, ბევრი რაღაც გამომდის კარგად, როგორც აღნიშნე. მინდა რომ სამზარეულოც ის იყოს, რაც კარგად გამომდის. შეიძლება მე საუკეთესოდ არ გამომივიდეს ეს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ჩემი მთელი გული და სული ჩავდო ამ ყველაფერს. რას წერ? ლექსებს. მაგალითად, ახლა ამ წლის დასაწყისში დავწერე რომანი. რომელიც ლექსებს წერო და რომანი დავწერე. ლექსებს წერს, მაგრამ რომანი დაწერა ეხლა. ანუ რომანს ავწერ, კი? შემოგეწერა რომანი. ნუ ყველაფერს წერა, ასე რომ ვთქვით, ყველაფერს აბსოლუტურად. ზღარბი რატო ყავს? ეს ზღარბი გახდა, როგორ მოგატყოთ, ჩემი თილისმა რა, ასე რომ ვთქვათ, TikTok-ზე ძალიან პოპულარულია, 9 მილიონზე მეტი ადამიანმა ნახა და გაიცნო მთელმა საქართველოს. ოპა! ვარ დაგექცა, ვერაზოს ისწავლი, როგორ არ დაგექცესო. ესე არის ნათლად. მე მოვიგონე. სამზარეულოში თუ არ გააფუჭე, ვერ ისწავლე. ხო, რა თქმა უნდა. ნახო დღეს გააფუჭე თუ რა ქენ. და ამას გავალამაზებ კამპარი, იტალიური ყველაზე ღირსშესანიშნავი სასმელი. დავასვით, ხელი, თოთ.
აგერა დაასრულა. კარგი. დარამ თეატრალურში რო ჩაგებარებინა. თეატრალურში დავთავრე. დაამთავრე? ეგა, მაგინე უნდა დაგეწყო. ეს ნივრის დამწვრის სული მომდის თუ ისი? ნიორია. ერთადი მაქსიმალურად ბოლოსკენ დავემატებინა. არამებზე იბერი ლაბარაკა რომ დაავიწყო. ციტრუსოვანი ბალანსი აქვს, რაც კრემოვან მასას ჩაწმინდავს და ცხიმოვან მასას ხელს შეუწყობს კამპანი, რომელიც ზაფრი გახავთ. არტისტი ხარ? გახლავთ. ჩემთვის დამწარი ნივრის გემოში წავიდა. კოქტეილი ძალიან კარგია. მიხარიათ მოდი. მადლობა. მადლობა თქვენ. კოქტეილი მართლა ძალიან გემრიელია. ხო წავიდე. მოგლეთ. კონტენტ კრეატორი ვარო, ესაო. დიახ. ყველაფერზე ილაპარაკე გარდა კერძის. იმიტომ რომ ხამონზე რომ მიდგა, მიხვდა რომ აღარ უნდა ეთქვა. ხო, ნუ სისულეს ლაპარაკს მიჩვენე საერთოდ ვილაპარაკო. ან ის გეთქვა რომ ხელით მოამზადე პასტა. უნდა თქვა. უნდა გეთქვა, ხო? ხო ყველაფერი იდეალურად შეასრულა. თავის შემოსვლიან ყველაფერად კერძის გარდა. დავხვეწავ პირდებით. კაი ბატონო. ხო. ოქტელს ასეთში იდეალურად აქვს. მერე. დიახ, ნუ სერვის. მეორე ურტყავს თან გამწვარები. დიახ. ძალიან სერიოზულად. კვერცხიარი აჭირდა. მშრალი. ასე რომ ავიც ეს თუ გამოასწორებს რამის თორე. ხო. კარგია. ეჭვი სამეპარებოდა რომ მოგეწონებათ. ნივრის გემო გაქრა ეგრე. გაიტანა. აი კამპანიის დამსახურება. ძალიან კაი. დიახ, უბრალოდ მადლობა. აფსუს კერძის გაიკეთებინა ეგ. აბა. ო, უნდა გამეკეთები. არც მე მგონია რომ ყველაფერს იმდენად კარგად ახერხებ რომ მე მოგცემ ერთ ჩას რომ იქნება შემდეგზე კოქტეილის მაგივრად კარგი კერძი მოგვიტანა. მაქსიმალურად ვეცდები. ის თუ გინდა მე რომ გამოვალთ მე დავუვალ. დიდი შეომეთ. წავდე. მე შესრულების ტექნიკა დამაკდა, ამიტომ ჩემგან არა. მე გაძლევ ერთ შანსს პირდაპირ გეტყვი. აი, ამჟე. და წარმატებები. უგმესი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. აი ხარ. წავიყვანეთ. კარგი წაიღო. ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. რას ვფიქრობ, იცი რომ სამსახურში ეგეთი ძალიან რთული იქნება. ეს უნდა დავკეთო. კარგად. მე ხო გეუბნებოდ ყველაფერი შემიძლია თქო. აი, რო შემიძლია აქ გიმტკიცებ ამ ყველაფერს.